აშშ მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, აღმოსავლეთით ატლანტის, დასავლეთით წყნარი ოკეანით. დედაქალაქი არის ვაშინგტონი, ყველაზე ფართოდ გამოყენებული ენა ინგლისური. მეზობელი ქვეყნებია კანადა, ჩრდილოეთიდან და მექსიკა სამხრეთიდან. აშშ-ს დროშა ცნობილია 13 წითელი და თეთრი ზოლით, რომელიც გამოხატავს პირველი 13 კოლონიას და 50 ვარსკვლავით ლურჯ ფერში, რომელიც მიუთითებს თითოეულ შტატზე. ეს სიმბოლო თავისუფლების, ერთიანობისა და ქვეყნის ისტორიის შესახება. აშშ ცნობილია მრავალფეროვანი ბუნებით, უდიდესი ქალაქებით, კულტურითა და უნიკალური დღესასწაულებით. მე მსურს აშშ-ში ცხოვრება, რადგან ეს ქვეყანა გამოირჩევა შესაძლებლობების მრავალფეროვნებით და თავისუფალ გარემოთი. ამერიკა ცნობილია თავისი ძლიერი ეკონომიკით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, განათლების მაღალი დონით და მრავალფეროვანი კულტურით. აშშ-ს შესახებ საინტერესოს ხდის მისი კულტურული მრავალფეროვნება. აქ ცხოვრობს ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ამიტომ შეგიძლია შეხვდე სხვადასხვა ტრადიციებს, ენებსა და სამზარეულოს. ასევე მე მაინტერესებს ამერიკული განათლების სისტემა, სპორტი, მუსიკა და ცნობილი ტურისტული ადგილები, რომლებიც აქ შეიძლება მოინახულო. ამ ყველაფრის გამო აშშ ჩემთვის არის ქვეყანა, სადაც შეიძლება შევიმუშაო საკუთარი შესაძლებლობები და განვიცადო ახალი გამოცდილება. არის მრავალეროვანი ქვეყანა, სადაც უამრავი ნაციონალობა ცხოვრობს. ყველაზე დიდია ამერიკელები, ევროპული წარმომავლობით, მათ შორის ინგლისელები, ირლანდიელები, გერმანელები, იტალიელები. დიდი თემები წარმოადგენენ ლათინური ამერიკელები, მექსიკელები, პუერტორიკელები, კუბელები. ასევე აშშ-ში მრავალი აზიური ეროვნული ჯგუფია: ჩინელები, იაპონელები, კორეელები და ინდოელები. აქ ცხოვრობენ ასევე აფრიკელი ამერიკელები, არაბი ამერიკელები და სხვა ეთნიკური ჯგუფები. თითოეული ჯგუფი საკუთარ კულტურას, ტრადიციებს და ტრადიციულ დღესასწაულებს იცავს, რაც აშშ-ს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. აშშ არის ფედერალური რესპუბლიკა. ხელისუფლება იყოფა სამ ნაწილად. პრეზიდენტი ხელმძღვანელობს მთავრობას, კონგრესი, რომელიც შედგება სენატისა და წარმომადგენელთა პალატისა, ქმნის კანონებს. უზენაესი სასამართლო აკონტროლებს კანონების შესაბამისობას კონსტიტუციასთან. მთავრობა ეფუძნება დემოკრატიას, თავისუფლებას და მოქალაქეთა უფლებების დაცვას. აშშ გამოირჩევა მრავალფეროვანი ხალხით, მაგრამ ბევრი ამერიკელი ერთად იზიარებს ზოგიერთ საერთო ფასეულობას და ცხოვრების წესს. ცხოვრების ძირითადი წესები: თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ადამიანები ხშირად დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს იღებენ და საკუთარ პასუხისმგებლობას თვითონ აღიქვამენ. კარიერა და სამუშაო. ბევრი ამერიკელი ძალიან მონდომებულია, ყურადღებას აქცევს პროფესიულ წარმატებას და განათლებას. ოჯახი და მეგობრობა. მიუხედავად დაკავებულობისა, ამერიკელები ცდილობენ ოჯახისთვის და ახლობლებისთვის დრო გამონახონ. დროისა და პუნქტუალობის პატივისცემა. შეხვედრებსა და ვალდებულებებს სერიოზულად ეკიდებიან. კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა. თითოეული ადამიანი ან ოჯახი ახდენს საკუთარ კულტურულ და რელიგიურ ტრადიციებზე ზრუნვას. მრავალფეროვნება და ინკლუზირება. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები თანაბრად თანაარსებობენ და ცდილობენ ერთმანეთის პატივისცემას. ამ საერთო წესების გამო აშშ-ს საზოგადოება არის მრავალფეროვანი, აქტიური და ინოვაციური, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა წარმატების მისაღწევად. ამერიკის შეერთებული შტატები მრავალფეროვანი კულტურის ქვეყანაა, რაც განსაკუთრებით აშკარად ჩანს ხელოვნებაში. ამერიკულ ხელოვნებას საფუძვლად უდევს ინდიელთა ტრადიციები, ევროპული სკოლის გავლენა და თანამედროვე ექსპერიმენტული სტილი. მსოფლიოში ფართოდ არის ცნობილი ამერიკული აბსტრაქციული ექსპრესიონიზმი. ისეთი მხატვრები, როგორებიც არიან ჯექსონ პოლოკი, ენდი უარჰოლი და ნორმან როკუელი, დღესაც ამერიკული ხელოვნების სიმბოლოებად ითვლებიან. ამერიკა ასევე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კინემატოგრაფიაში. ჰოლივუდი თანამედროვე ფილმების ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრია. ამერიკული მუსიკა არაერთი ჟანრის სამშობლოა: ბლუზი, ჯაზი, როკი, ჰიპ-ჰოპი და პოპი. სწორედ აქ განვითარდა და შემდეგ მთელ სამყაროში გავრცელდა.
ამერიკის ქალაქები მაგალითად ნიუ-ორლეანი, ჩიკაგო და ნიუ-იორკი სხვადასხვა მუსიკალური სტილის განვითარების მთავარი ცენტრებია. ელვის პრესლი, მაიკლ ჯექსონი, ბიონსე, ფრენკ სინატრა და ლუი არმსტრონგი ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ამ არტისტებისა, რომლებმაც ამერიკული მუსიკის ისტორია შეცვალეს. მუსიკა აქ არის თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება. სპორტი ამერიკელების ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველაზე პოპულარული სპორტული სახეობებია ამერიკელი ფეხბურთი, კალათბურთი და ბეისბოლი. ეროვნული ლიგები NFL, NBA და MLB მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სპორტულ ორგანიზაციებს მიეკუთვნება. ამერიკაში ასევე დიდი ყურადღება ექცევა ოლიმპიურ სახეობებსაც, განსაკუთრებით ცურვას, ბოქსს და ლათექსურ სპორტებს. სპორტული კულტურა ამერიკაში არა მხოლოდ შეჯიბრებებს, არამედ დიდ დღესასწაულებსაც მოიცავს, მაგალითად სუპერ ბოულს, რომელსაც მილიონობით მოყურებელი ადევნებს თვალს. ამერიკული სამზარეულო მრავალფეროვანი ინგრედიენტებით და კულტურული შერევით გამოირჩევა. ყველაზე ცნობილი ტრადიციული კერძებია ჰამბურგერი, ჰოთ-დოგი, ფრაიები და სტეიკი. ასევე პოპულარულია თირკმლი ინდაური, რომელიც განსაკუთრებულად მზადდება მადლიერების დღეს. სამხრეთ შტატებში ფართოდ გავრცელებულია ბარბეკიუ, ნელ ცეცხლზე მომზადებული ხორცი სპეციალური სოუსით. ამერიკული თბილეულიდან კი ყველაზე ცნობილი არის ქარშლემფაი და ჩიზქეიკი. ეს კერძები ნამდვილად ასახავს ქვეყნის მრავალფეროვან და ინოვაციურ სამზარეულოს. მადლიერების დღე აშშ-ში აღნიშნება ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს. ეს დღესასწაული ოჯახის შეკრებას, სუფრის გარშემო ერთად ყოფნას და მადლიერების გამოხატვას უკავშირდება. პოპულარული კერძებია ინდაური, კარტოფილი, ნუშის პიურე და საკონდიტრო ტორტები. ჰელოუინი აღინიშნება 31 ოქტომბერს. ბავშვები კოსტიუმებით დადიან სახლიდან სახლამდე, იღებენ შაქრებს და სახლის დეკორაციებს რთავენ შავი კატებით. ეს დღესასწაული მხიარულება, საშინელებათა თემებსა და კრეატიულობას აერთიანებს. აღდგომა ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს. იგი თებერვლიდან აპრილის ჩათვლით ითვლება. ტრადიციაში შედის კვერცხების შეღებვა, საკონდიტრო კვერცხების ჩუქება, კვერცხების მონახვის თამაში ბავშვებისთვის ეს არის Easter egg hunt. შობა 25 დეკემბერს აღინიშნება და იესოს დაბადებას აღნიშნავს. ოჯახები მორთავენ ნაძვის ხეს, იღებენ საჩუქრებს და ერთად აწყობენ სადღესასწაულო სუფრას. პოპულარულია სანტა-კლაუსის სიმბოლო, საშობაო სიმღერები და თბილეული. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნება ყოველწლიურად 4 ივლისს. ეს დღე ეხება 1776 წლის 4 ივლისს, როცა აშშ-მ ინგლისისგან დამოუკიდებლობა გამოიცხადა. ხალხი სრიალებს დროშებით და ატარებს წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში. ტრადიციული ფეიერვერკები და კონცერტები ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე, ოჯახური პიკნიკები და ბარბეკიუ გართობები პატივი გმირებს და დამოუკიდებლობას. ეს დღე არის მხოლოდ დასვენების დღე, არამედ ეროვნული ერთობისა და თავისუფლების სიმბოლო. აშშ გამოირჩევა უზარმაზარი ბუნებრივი მრავალფეროვნებით. აქ არის მთები, ტყეები, მდინარეები, უდაბნოები და სანაპიროები, რაც საშუალებას აძლევს მრავალფეროვან ეკოსისტემებს განვითარდეს. ქვეყანაში ბინადრობს მრავალი ცხოველი, მათ შორის მგლები, დათვები, ძაღლისებრი მგელი, ირმები, ბიბერები, არწივები და ბორჯღალები. ასევე აშშ ცნობილია უნიკალური ფრინველებითა და ზღვის ცხოველებით, როგორიცაა დელფინები და კაიები. კლიმატი რეგიონების მიხედვით სხვადასხვანაირია. ჩრდილოეთში ცივი ზამთრები და ზომიერი ზაფხულები, სამხრეთში თბილი ზაფხულები და ზომიერი ზამთრები, დასავლეთში მთიანეთის ცივი კლიმატი, უდაბნოებში მშრალი და ცხელი. აღმოსავლეთში ნოტიო, ზომიერი კლიმატი, 4 სეზონი. აშშ ბუნება და კლიმატი საშუალებას აძლევს როგორც ადამიანებს, ასე ცხოველებს და მცენარეებს ბედნიერად ცხოვრონ მრავალფეროვან გარემოში.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შტატია ამერიკის ისტორიისთვის. სწორედ აქ დაიწყო სამოქალაქო უფლებების მოძრაობა, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ქვეყანაში თანასწორობის განვითარებაზე. შტატი ცნობილია ბუნებრივი სილამაზით, მუსიკითა და სამხრეთის კულტურით. ალაბამაში მდებარეობს ცნობილ უნივერსიტეტებიც და სპორტი განსაკუთრებით პოპულარულია. ალასკა ამერიკის ყველაზე დიდ და ერთ-ერთ ყველაზე ცივ შტატად ითვლება. იგი გამოირჩევა უმშიკვლო ბუნებით, მყინვარებით, ტყეებით და ჩრდილოეთის ციალით. მოსახლეობა აქ ნაკლებია, მაგრამ ტურისტებს იზიდავს ველური ბუნება და თავგადასავლები. ალასკა ასევე მდიდარია ნავთობითა და ბუნებრივი რესურსებით. არიზონა ცნობილია თავისი უდაბნოთი, განსაკუთრებული კლიმატით და მსოფლიოს საოცრებად მიჩნეული გრანდ კენიონით. შტატი არის ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება. აქ ნახავ უნიკალურ ინდიელურ კულტურას და ბუნებრივ საოცრებებს. არიზონაში მდებარეობს ფინიქსი, სწრაფად მზარდი თანამედროვე ქალაქი. შტატის სახელითაა ცნობილი, რადგან აქ გამორჩეულად ლამაზი ტყეები, ჩანჩქერები და მთებია. შტატი პოპულარულია თბილი კლიმატით და თევზაობით. ბევრ ტურისტს იზიდავს ოზარკის მთები. არკანზასი ასევე აშშ-ს პრეზიდენტის ბილ კლინტონის მშობლიური შტატია. კალიფორნია ამერიკის ყველაზე დასახლებული და მრავალფეროვანი შტატია. აქ მდებარეობს ჰოლივუდი, რომელიც მსოფლიოს კინოინდუსტრიის ცენტრია. შტატი ცნობილია სილიკონის ველით, ტექნოლოგიების და ინოვაციების ცენტრით. ზღვა, სანაპიროები, პარკები და თანამედროვე ქალაქები. კალიფორნიას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილად აქცევს. კოლორადო ცნობილია თავისი მაღალი მთებითა და ზამთრის სპორტებით. როკის მთები მთელ შტატს განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს. ბუნების მოყვარულები აქ ჩამოდიან ტურიზმისა და ლაშქრობებისთვის. კოლორადო ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და განვითარებული შტატია ამერიკაში. კონექტიკუტი ამერიკის შეერთებულ შტატების ერთ-ერთი ისტორიული შტატია, რომელიც ნიუ-ინგლენდში მდებარეობს. ის ცნობილია პრესტიჟული უნივერსიტეტებით. შტატი აერთიანებს უძველეს ქალაქებსა და თანამედროვე ეკონომიკას. კონექტიკუტი მშვიდი, უსაფრთხო და მწვანე გარემოთი გამოირჩევა. დელავერი პირველი შტატია, რომელმაც ხელი მოაწერა ამერიკის კონსტიტუციას. ის პატარაა, მაგრამ ეკონომიკურად მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი მსხვილი კომპანია სწორედ აქ არის რეგისტრირებული. დელავერი ცნობილია სუფთა სანაპიროებითა და ბუნებრივი პარკებით. აქ ცხოვრების დონე მაღალია. ფლორიდა ერთ-ერთი ყველაზე მზიანი და ტურისტული შტატია. მაიამი, ორლანდო და დისნეილენდი წლიურად მილიონობით სტუმარს იზიდავს. შტატი ცნობილია ოკეანის სანაპიროებით, პალმებით და თბილი ამინდით. ფლორიდა ამერიკის დასასვენებელი დედაქალაქად ითვლება. ჯორჯია სამხრეთის დიდი და მრავალფეროვანი შტატია. აქ მდებარეობს ატლანტა, კულტურის, სპორტისა და ბიზნესის განვითარებული ცენტრი. შტატი ცნობილია კინოინდუსტრიით, ატმის პლანტაციებით და ისტორიული ქალაქებით. ჰავაი ტროპიკული კუნძულების ჯგუფია პასიფიკის ოკეანეში. მას აქვს უნიკალური კულტურა, ლავა, ვულკანები და პლაჟები. ჰავაი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ტურისტული ადგილია. აქაური ბუნება და ტრადიციები ბევრ ადამიანს იზიდავს. აიდაჰო თავისი სუფთა მთებითა და დიდი ტყეებით გამოირჩევა. შტატი განსაკუთრებით ცნობილია კარტოფილის წარმოებით. აქ შეხვდება მდინარეებს, ჩანჩქერებს და საველე ბილიკებს. ბუნების მოყვარულებისთვის აიდაჰო იდეალური ადგილია. ილინოისი შუა დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შტატია. აქ მდებარეობს შიკაგო, ამერიკის მესამე უდიდესი ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი არქიტექტურით, მუსიკითა და ვაჭრობით. შიკაგოს ტბა და მდიდარი კულტურა შტატს განსაკუთრებულ იერს აძლევს. ილინოისი ისევე დიდი ტექნოლოგიური და სასოფლო-სამეურნეო რეგიონია.
ინდიანა ინდუსტრიული და სპორტული შტატია. მთელი მსოფლიო იცნობს ძრავის რბოლას ინდი 500, რომელიც ყოველ წელს ინდიანაპოლისში ტარდება. შტატი გამოირჩევა მშვიდი ქალაქებით და აგრარულ ეკონომიკით. ინდიანა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სპორტული შტატია. აიოვა ამერიკის სოფლის მეურნეობის გულია. შტატი ცნობილია სიმინდით, სოიოთი და ფართო ველებით. აქ ცხოვრების რიტმი მშვიდია და მოსახლეობა სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. აიოვა ხშირად წინაარჩევნო პროცესებშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. კანზასი ერთ-ერთი ყველაზე ბრტყელი და მზიანი შტატია. იგი ცნობილია ძლიერი ქარებით და აგრარული მეურნეობით. შტატში მრავალი ისტორიული ადგილი არსებობს, რადგან აქ მოხდა ველური დასავლეთის ბევრი მოვლენა. კანზასი მშვიდი ცხოვრების მანერით გამოირჩევა. კენტუკი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცხენების დერბის, კენტუკი დერბის მასპინძელია. შტატი ასევე ცნობილია ბორბონის წარმოებით, რაც მისი კულტურის დიდი ნაწილია. აქ ნახავმწვანე მინდვრებს, ტყეებსა და მთებს. კენტუკი სამხრეთის ტრადიციების მქონე თბილი რეგიონია. ლუიზიანაში მდებარეობს ნიუ-ორლეანი, ჯაზის მშობლიური ქალაქი. შტატი ცნობილია კრეოლური კულტურით, მუსიკით, სამზარეულოთი და ფერადი ფესტივალებით. ლუიზიანას არქიტექტურა, ტრადიციები და ისტორია უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის. მდინარე მისისიპი შტატის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მეინი ამერიკის ყველაზე ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატია. იგი ცნობილია ცივი ზღვით, ლამაზი სანაპიროებით, შუქურებითა და ბოსტნეულის თევზით. შტატი მშვიდი და ბუნებით მდიდარია, განსაკუთრებით შემოდგომაზე. მეინი ტურისტებისთვის იდეალური ადგილია დასვენებისა და ბუნების საყურებლად. მერილენდი პატარა, მაგრამ ეკონომიკურად ძლიერი შტატია. ის ჩესაპიკის ყურესთან მდებარეობს და ცნობილია ზღვის პროდუქტებით. შტატში ახლოსაა ვაშინგტონი, რამაც მას სტრატეგიული მნიშვნელობა მისცა. მერილენდი აერთიანებს ისტორიულ ადგილებსა და თანამედროვე ქალაქებს. მასაჩუსეტსი ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და ისტორიული შტატია. ბოსტონი ამერიკის განათლებისა და მეცნიერების ცენტრად ითვლება. აქ მდებარეობს ჰარვარდი, MIT და სხვა ცნობილი უნივერსიტეტები. შტატი დამოუკიდებლობის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მიჩიგანი გარშემორტყმულია დიდი ტბებით, რაც მას უნიკალურ ბუნებას აძლევს. შტატი ცნობილია ავტომობილების ინდუსტრიით. აქ ბევრია ტყე, წყალი და დასასვენებელი ადგილი. მიჩიგანი 4-ვე სეზონით მდიდარი შტატია. მინესოტას 10,000 ტბის ქვეყანას ეძახიან, რადგან აქ უამრავი ტბაა. შტატი ცივია, მაგრამ ძალიან სუფთა და მოწესრიგებული. მინეაპოლისი და სენტ-პოლი ძლიერი კულტურული ცენტრებია. ბუნების მოყვარულები აქ აქტიურ ცხოვრებას პოულობენ. მისისიპი ბლუზის მუსიკის სამშობლოდ ითვლება. შტატი მდინარე მისისიპის პირას მდებარეობს და დიდ ისტორიულ მემკვიდრეობას ატარებს. აქ ხალხი სამხრეთის ტრადიციული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. მისისიპი მშვიდი და კულტურულად მდიდარი რეგიონია. მისური შუა დასავლეთის შტატია, რომელიც ცნობილია სენტ-ლუისით და მისი სიმბოლოთი გეტვეი არჩით. შტატს მდიდარი ისტორია აქვს ველური დასავლეთის პერიოდში. მისურის ქალაქები აერთიანებენ როგორც კულტურას, ისე ძლიერი ანსამბლების მუსიკას. აქ ძალიან პოპულარულია ბარბეკიუს ტრადიცია. მონტანა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი და ველური შტატია. აქ მდებარეობს იელოუსტონის ეროვნული პარკის ნაწილი. შტატი მთებით, მდინარეებით და დიდი ველებით გამოირჩევა. მონტანა სამოთხეა მათთვის, ვინც მშვიდობასა და ბუნებას აფასებს. ნებრასკა ბრტყელი ველებით და ფართო ფერმებით ცნობილია. შტატის ეკონომიკა დიდწილად აგრარულია. აქ ცხოვრება მშვიდია და ქალაქები სუფთა და მოწესრიგებული. ნებრასკა ასევე ცნობილია თავშესაფრებითა და მეგობრული ხალხით. ნევადა უდაბნოს შტატია, მაგრამ მსოფლიოში ცნობილია ლას-ვეგასით, გართობის შოუების და კაზინოების ქალაქით. შტატი სავსეა ცხელ კლიმატით და უნიკალური კურორტებით. ნევადაში მდებარეობს არეა, რაც უამრავ საიდუმლოსა და ლეგენდას უკავშირდება. ბუნებრივადაც აქ საოცარი ჩანჩქერები და კურორტებია. ნიუ-ჰემპშირი მშვიდი, მთიანი და მწვანე შტატია. იგი განსაკუთრებულად პოპულარულია ტურისტებისთვის, განსაკუთრებით შემოდგომის ფერებისთვის. შტატი ისტორიულია და ამერიკის დამოუკიდებლობის მოძრაობაშიც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. აქ ხალხი ბუნებასა და მშვიდ ცხოვრებას აფასებს.
ნიუ-ჯერსი დიდი ქალაქების ახლოს მდებარეობს და ცნობილია ატლანტიკის სანაპიროებით. შტატი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია ეკონომიკურად. აქ მრავალი მუსიკოსი და მსახიობი დაიბადა. ნიუ-ჯერსი აერთიანებს ქალაქურ ცხოვრებას, ბუნებასა და ისტორიულ ადგილებს. ნიუ-იორკი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი შტატია. აქ მდებარეობს ნიუ-იორკის ქალაქი, მსოფლიო ფინანსური, კულტურული და ხელოვნების ცენტრი. შტატში ასევე არის ლამაზი ბუნება, როგორიცაა ნიაგარას ჩანჩქერი. ნიუ-იორკი მრავალფეროვნული და ენერგიული რეგიონია. ნიუ-მექსიკო უდაბნოების, ინდიელური კულტურისა და ისტორიული პუებლოს სოფლების ქვეყანაა. შტატი ცნობილია როზეულის ისტორიით და UFO-ების თემით. აქ ატმოსფერო უნიკალური და განსხვავებულია. ნიუ-მექსიკო ასევე ცნობილია ხელოვნებითა და არქიტექტურით. ჩრდილოეთ კაროლინა ცნობილია თავისი სანაპიროებით, მთებითა და განათლებული ქალაქებით. შტატის Research Triangle ტექნოლოგიური და სამედიცინო ცენტრია. აქ მრავალი უნივერსიტეტი და კვლევითი ლაბორატორია. შტატი აერთიანებს ბუნებას, კულტურასა და ეკონომიკურ ზრდას. ჩრდილოეთი დაკოტა ცივი კლიმატით და ფართო პრერიებით გამოირჩევა. შტატის ეკონომიკა ძირითადად ნავთობზე და სოფლის მეურნეობაზეა დაფუძნებული. აქ ცხოვრება მშვიდი და ოჯახური გარემოთია. შტატში ბევრი ეროვნული პარკია და ბუნება საკმაოდ სუფთაა. ოჰაიო ინდუსტრიული და სპორტული შტატია. ქალაქები, როგორიცაა კლივლენდი და კოლუმბუსი, განვითარებული უნივერსიტეტებით და ხელოვნებით გამოირჩევა. ოჰაიო ამერიკის საავტომობილო და წარმოებითი სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილია. შტატი ცნობილია მაზარელებით და მუზეუმებითაც. ოკლაჰომა კოვბოებისა და ველური დასავლეთის ისტორიის შტატია. აქ ხშირია ტორნადოები, რის გამოც შტატს ტორნადოს გზას ეძახიან. შტატი კულტურულად ძალიან მდიდარია. ინდიელური ტრადიციებით და მუსიკით. ოკლაჰომაში მდებარეობს უამრავი მუზეუმი და ისტორიული ადგილი. ორეგონის ზღვისპირა მთიანი და ტყეებით სავსე შტატია. მისი ბუნება ძალიან მრავალფეროვანია. ვულკანები, ჩანჩქერები, სანაპიროები და მასიური წიწვოვანი ტყეები. ქალაქ პორტლენდში განსაკუთრებით ძლიერი კრეატიული და თანამედროვე კულტურაა. ორეგონი ბუნების მოყვარელებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. პენსილვანია ისტორიის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შტატია, რადგან ფილადელფიაში განთავსებულია დამოუკიდებლობის დარბაზი. შტატი აერთიანებს როგორც ურბანულ, ასე სოფლის რეგიონებს. პიტსბურგი ცნობილია ტექნოლოგიებითა და ლითონის წარმოებით. პენსილვანია ამერიკის კულტურასა და ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებს. როდ-აილენდი აშშ-ის ყველაზე პატარა შტატია, თუმცა ძალიან ლამაზი სანაპიროებით და ისტორიული არქიტექტურით გამოირჩევა. შტატის ცხოვრება მშვიდი და ზღვისპირაა. ქალაქი ნიუპორტი ცნობილია ძველი სასახლეებით და ზღვის კულტურით. როდ-აილენდი ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია. სამხრეთ კაროლინა არის თბილი კლიმატის, ისტორიული ქალაქებისა და ლამაზი პლაჟების შტატი. ჩარლსტონი შტატის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ლამაზი ქალაქია. შტატი ცნობილია სამხრეთის ტრადიციული კულტურით და სტუმართმოყვარეობით. მრავალ ტურისტს იზიდავს მშრალი კლიმატი და დასასვენებელი ზონა. სამხრეთი დაკოტა ცნობილია რაშმორის მთით, სადაც 4 პრეზიდენტის სახეებია ამოტვიფრული. შტატი ფართო ველებითა და ბუნებრივი პარკებით გამოირჩევა. აქ ცხოვრობენ მრავალი ინდიელური ტომის შთამომავლები. სამხრეთი დაკოტა მშვიდი, მაგრამ ისტორიულად მნიშვნელოვანი რეგიონია. ვაიომინგი ერთ-ერთი ყველაზე ველური და ბუნებრივი შტატია. აქ მდებარეობს იელოუსტონის ეროვნული პარკი და გეიზერები. მოსახლეობა ცოტა, ამიტომ ბუნება თითქმის ხელუხლებელია. ვაიომინგი იდეალური ტურიზმისა და თავგადასავლებისთვისაა. უისკონსინი რძის პროდუქტებით, განსაკუთრებით ყველითაა ცნობილი. შტატი დიდი ტბების რეგიონში მდებარეობს და აქვს ლამაზი ბუნება. მოლუოკი და მედისონი კულტურითა და სპორტით გამოირჩევიან. უისკონსინი მშვიდი და სტუმართმოყვარე შტატია. დასავლეთ ვირჯინია მთიანი და ტყეებით სავსე შტატია. იგი ცნობილია აპალაჩიანის მთებით და ლაშქრობის ბილიკებით. შტატი წყნარი და სოფლის ტიპის გარემოს ქმნის. აქ ადამიანები ძალიან თბილები და ტრადიციებზე შეყვარებულები არიან. ვაშინგტონი ცნობილია სიეტლით, ტექნოლოგიური და მუსიკალური ქალაქით.
შტატის ბუნება საოცრად ლამაზია: ტყეები, მთები და ოკეანის სანაპირო. აქ მდებარეობს Microsoft და Amazon-ის სათავო ოფისები. ვაშინგტონი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და ეკოლოგიური შტატია. ვირჯინია ამერიკის დაარსების ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. შტატში ცხოვრობდა რამდენიმე ამერიკელი პრეზიდენტი. აქ მდებარეობს ვაშინგტონის ახლო სამხედრო და სამთავრობო ობიექტები. ვირჯინია აერთიანებს ისტორიულ ქალაქებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას. ვერმონტი მწვანე მთების და ტყეების შტატია. იგი ცნობილია ნეკრჩხლის სიროფითა და ეკოლოგიურად სუფთა ბუნებით. შტატი განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როცა ფოთლები ფერადდება. ვერმონტი მშვიდი და მშვიდობიანი ადგილია. იუტა ცნობილია უნიკალური კლდოვანი პეიზაჟებით და მდიდარი ეროვნული პარკებით. მისი ბუნება შეუდარებელია. წითელი ქვები, კანიონები და უდაბნოები. ქალაქი სოლტ-ლეიქ-სითი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია. იუტაში ძალიან პოპულარულია ტურიზმი და ექსტრემალური სპორტი. ტეხასი აშშ-ის მეორე ყველაზე დიდი შტატია. იგი ცნობილია კოვბოების ისტორიით, ნავთობითა და უზარმაზარი ქალაქებით, როგორიცაა ჰიუსტონი და დალასი. შტატს აქვს ძლიერი ეკონომიკა და საკუთარი განსაკუთრებული კულტურა. ტეხასი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რეგიონია. ტენესი მუსიკის შტატად ითვლება. აქ დაიბადა ბლუზი, ქანთრი და როკ-ენ-როლის დიდი ნაწილი. ნუშვილი და მემფისი მუსიკალური ინდუსტრიის ორი ძლიერი ცენტრი არიან. შტატი ასევე ცნობილია მთებითა და ეროვნული პარკებით. ტენესი კულტურულად ძალიან მდიდარია. ბუნების საოცრებები და უნიკალური ადგილები. მინის პედლები სანაპიროზე, სილამაზისა და სიმშვიდის შეხება. მრუდი ხატვის ღირსი ბუნების ფორმა. ჩიაუჰა უდაბნო, სიცხისა და უდაბნოს უნიკალური ნაზავი. ფრთიანი თოვლის გზა, თეთრი ზღაპრული სილამაზე. ინდური მდინარის ლაგუნა, წყლისა და მწვანილის საოცარი ჰარმონია. არტეკის სახლი, თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში ბუნებაში. აშშ-ში განათლება ძალიან მრავალფეროვანია და ითვალისწინებს მოსწავლეების და სტუდენტების ინდივიდუალურ საჭიროებებს. ბავშვები სწავლობენ საბავშვო ბაღიდან დაწყებული სკოლამდე. შემდეგ აქვთ საშუალება განაგრძნონ სწავლა კოლეჯში ან უნივერსიტეტში. ამერიკული სკოლები და უნივერსიტეტები ცნობილია მაღალი სტანდარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და პრაქტიკული სწავლის მეთოდებით. აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას და გუნდურ მუშაობას. აშშ-ში სწავლა საინტერესოა, რადგან სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა ფაკულტეტები, პროფესიული კურსები ან მეცნიერება, ხელოვნების, სპორტის, ტექნოლოგიების სფეროებში. 10 ცნობილი უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯონს ჰოპკინის უნივერსიტეტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ეილის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, პრინსტონის უნივერსიტეტი, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სტენფორდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი. სილიკონის დაბლობი მდებარეობს კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოს ყურის სიახლოვეს. ეს რეგიონი მსოფლიოში ცნობილია ტექნოლოგიების, სტარტაპების და ინოვაციების ცენტრად. აქ მდებარეობენ ისეთი გიგანტური კომპანიები, როგორებიც არიან Apple, Google, Facebook, Intel და მრავალი სხვა. სილიკონის დაბლობი გახდა სიმბოლო სისტემატურ შემოქმედებისა, ტექნოლოგიური წინსვლისა და საწარმოების სწრაფი განვითარების. როგორც მომავალი პროგრამისტი, ჩემი დიდი ოცნებაა აქ მუშაობა, ახალი ტექნოლოგიების შექმნა და ინოვაციების განვითარებაში მონაწილეობა. სილიკონის დაბლობი არის იდეალური ადგილი, სადაც შემიძლია რეალიზება მოვახდინო ჩემს ცოდნასა და შემოქმედებით უნარებზე. აშშ ჩემთვის არის ოცნების ქვეყანა, რადგან აქ ადამიანები აქვთ თავისუფლება,
მრავალფეროვნება, შესაძლებლობები და ძლიერი განათლების სისტემა. მე მჯერა, რომ სწორედ ამერიკაში შემიძლია გამვითარდე, შევისწავლო ახალი ცოდნა და გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად. თუ აშშ-ში ვიქნებოდი, ვისწავლიდი თანამედროვე ტექნოლოგიებს, უნივერსიტეტში განვითარებდი ჩემს უნარებს და მონაწილეობას მივიღებდი სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ აქტივობებში. მე შემიძლია შევქმნა ახალი მეგობრები, ვისწავლო სხვადასხვა კულტურებისა და ენების შესახებ და გავიზარდო როგორც პიროვნება. ჩემი ემოცია ამ ქვეყნის მიმართ არის აღფრთოვანება და სიხარული. აშშ-ს მიყურებს როგორც ქვეყანას, სადაც შესაძლებელია წარმატების მიღწევა, საკუთარი მიზნებისა შესრულება და ახალი გამოცდილების მოპოვება. ჩემი არგუმენტი არის ის, რომ აქ ყოველი ადამიანი აქვს შანსი შეცვალოს თავისი ცხოვრება და მიიღოს საუკეთესო განათლება, განვითარება და გამოცდილება.